მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება, მოგეხსენებათ წელს პასექი აღდგომის დღესასწაული დაემთხვა სხვაგვარად მადიდებელი, კერძოდ კათოლიკე პაპისტების აღდგომის დღესასწაულს და ამასთან დაკავშირებით დიდი საზეიმო განწყობა გამოცხადდა როგორც პაპისტების, ისე კონსტანტინოპოლის მხრიდანაც. Plus ამას ზეიმის მიზეზი იძლევა ის, რომ გავიდა 1700 წელი პირველი მსოფლიო კრებიდან, სადაც მოგეხსენებათ, მაშინ დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთად იყვნენ. აქედან გამომდინარე, აი ამ თქვა გაერთიანების მცდელობას ყოველ შემთხვევაში სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებულად რამდენადაც შედგება თუ არ შედგება ეს ცალკე საკითხია, რა თქმა უნდა და დიდი იმედოვნება გვაქვს, რომ არ შედგება. ფაქტი ის არის, რომ აი ეს ტენდენცია სინკრეტიზმისაკენ, ანუ გაერთიანებისაკენ, ყოველ შემთხვევაში მცდელობა ამისი, რა თქმა უნდა, სახეზია. ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია ყოველთვის კრებსითად აზროვნებს და მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები უალტერნატივოა და მას გააჩნია ცხადია აი ამ საკითხთანაც სათანადო განსაზღვრება, განჩინება გაკეთებული. ეს მოხდა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე და პირდაპირ იქ არის ესეთი სიტყვები, რომ როდის უნდა მოხდეს, ესე იგი, აღდგომის დღესასწაული. პირველ კვირიაკეს პირველი სავსე თვარის შემდეგ, რომელიც ემთხვევა ან მოსდევს გაზაფხულის ბუნიაობას. ესე იგი, ამავე დროს ეს პირველი მსოფლიო კრების ეს კანონი ეყრდნობა მოციქულთა კანონს, კერძოდ მე-7 კანონს, სადაც უკვე აკრძალულია ებრაელებთან ერთად საერთო პასექის დღესასწაული. აუცილებლად უნდა იყოს მათი დღესასწაულის შემდეგ. იყო ესეთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც მაგალითად ემთხვეოდა და აი ამ დამთხვევის შემთხვევაში, ესე იგი, ეკლესიას როგორც ამას ადასტურებს ახლა საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ღვთისმეტყველი დიმიტრი ცელენგიდისი, რომელიც არის ერთ-ერთი ავტორიტეტული აი ამ საკითხებში, ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში თუ ემთხვეოდა ეს, ესე იგი, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაული ებრაელების ან სხვაგვარად მადიდებელი ქრისტიანების თუნდაც დღესასწაულს, მაშინ ხდებოდა აი ამ დღესასწაულის გადმოტანა კიდევ უფრო გვიან მართლმადიდებლების მხრიდან, რათა არ მომხდარიყო ის სინკრეტიზმი, რომელსაც არის დღეს ესეთი დიდი მინიშნება გაკეთებული, რომ თითქოს და ჩვენ რაღაცა საერთო კონდეს აი ამ კუთხით პაპისტებთან, კათოლიკე მონოფიზიტები იქნება ეს თუ სხვა ერეტიკოსები, თუ თუნდაც ებრაელებთან. ესე იგი, აქ საკითხი როგორ დგას ახლა? მთავარი და საკითხის, რა თქმა უნდა, გამგებელია ამ საკითხის არის თვითუფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც უკვე განაჩინა რომის პაპის ხვედრი და ბედი და ვიცით, რომ ის ჩაწოლი მძიმე სნეულების მდგომარეობაში იმყოფება და რაღაცნაირად რაღაცნაირად ეს დამთხვევაც არ უნდა მივიჩნიოთ, არამედ პირდაპირ განგებულება ღვთისად, რომელსაც რა თქმა უნდა არ სურს ეს ბაბილონის გოდოლში, ესე იგი მართლმადიდებლების სხვა ჯულის წარმომადგენლებთან გაერთიანება და ერთ-ერთი ნიშანი, რა თქმა უნდა, და საკმაოდ მკაფიო ნიშანი ამისი არსებობს. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ვეყრდნობით წმინდა წერილის სწავლებას, შემდეგ მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს და ვამბობთ ერთმნიშვნელოვნად, რომ არც ერთ ეკლესიას, ადგილობრივი ეკლესია იქნება თუ სხვა, თუნდაც პატრიარქი იყოს რომელიმე ქვეყნისა,
ხომ არა აქვს უფლება კრეფსიტი გადაწყვეტილების ნაცვლად მიიღოს რაღაცა თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება და დაჩtildeოს ან გადაფაროს რაიმენაირად იმ მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები, რომლებსაც, როგორც გითხარით, 30 კრიტერიუმი გააჩნიათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის გახავთ ძმან და დანო, რომ საფრთხე უпростоრად რაში მდგომარეობს, რომ ჩადებულიც სინამდვილეში ეს არის, და რა თქმა უნდა, ღია გაერთიანება ახლა პაპისტებთან ამეთი არ მოხდება, თუმცა იმის მცდელობა, რომ ერთობლივად იმსახურონ გარკვეულწილად და პერსპექტივაში შემდეგ უკვე ზიარებამდეც მივიდნენ, ხომ ამისი წინა პირობები სწორედ აი ამ შეხვედრაზე არის დანიშნული. მაგრამ ვაი რომ რომის პაპი ამას ვერ შეძლებს ფიზიკურად და შესაბამისად ეს თემა, როგორც ესეთი, უკვე ნიშნობრივად არის გადატანილი პრინციპში მეორე პლანზე, იმიტომ რომ რეალური გაერთიანება ის მცდელობაც ხშირად აქვს ხოლმე ეკუმენისტებს, ხომ? ესეთი რამს ღმერთი, როგორც ხედავთ ჩვენ, არ უშვებს. კრეფსიტი გადაწყვეტილების თანახმად მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო კრებებს აქვს უალტერნატივო განსაზღვრებების, განჩინებების უფლება, ხომ? სადაც ვიცით, რომ მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებების მიხედვით დგინდება უცდომელი მართლმადიდებლური სწავლება. და მოციქულთა კრებაზე იყო ესეთი განსაზღვრება, რომ ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩვენსა. ანუ როცა კრება იღებს გადაწყვეტილებას, მაშინ მისი გადაწყვეტილებები აუცილებლად არის საყოველთაო და მისაღები. მაგრამ არის კიდევ ისეთი კრებები, ან კრეფსიტის მსგავსი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკლესიამ, ასე ვთქვათ, რეცეპცია არ მისცა. იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად, კრეტის კრებაზე, რომელზეც, რა თქმა უნდა, მთელი სისავსით ეკლესია არ იყო წარმოდგენილი, 4 ადგილობრივი ეკლესია არ მონაწილეობდა იმ კრებაში, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები უკვე იმთავითვე აღარ იყო კრეფსიტად მისაღები და ეს არის ერთ-ერთი მკაფიო ნიშანი მისი, რომ მსოფლიო კრების პრეტენზია ესეთ კრებას ვერ და არ ექნება. მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს მცდელობები მიდის სწორედ აი ამ კუთხით. და თანამედროვე სამყარომ კიდე გამოაჩინა ეს თავისი სინკრეტიკული შინაარსი, როცა ხედავთ, რომ სხვადასხვა კონფესიები რეალურად მართალია კულარულ დონეზე, მართალია არაოფიციალურ ადმინისტრაციულ დონეზე, მაგრამ სინამდვილეში რეალურად მაინც არის უამრავი წარმომადგენელი ეკლესიისა, რომლებიც აღიარებენ სხვადასხვა კონფესიებში მადლის არსებობას, შესაბამისად ცხონების არსებობას. აქედან გამომდინარე, თუნდაც უნიათ წოდებული ხელშეკრულება, ხო, 1993 წელს მოხდა ეს კათოლიკებთან და მონოფიზიტებთან და სხვაგვარად მადიდებლებთან, რამაც გამოიწვია დიდი შფოთი მართლმადიდებელ ეკლესიაში. იგივე მოხდა კრეტის კრებაზეც, როცა ეკლესიებად გამოცხადდა სწორედ კათოლიკები, პროტესტანტები და მონოფიზიტები და ესეც დიდი შფოთის საგანი იყო ეკლესიაში. მაგრამ არსი აი ამ ცრუ კრებებისა ყოველთვის იყო ერთი და იგივე. ისინი არ ეფუძნებოდნენ ეკლესიის უცდომელ გადაწყვეტილებას, ანუ სულიწმინდის მიერ დადგენილ კრებების გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, როცა აცდენილია ეს მათი სწავლებები მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებს, ცხადია, მათი სწავლება და მათი კანონები და მათი მიღებული განსაზღვრებები უკვე აღარ წარმოადგენს არავისთავ ფასეულობას დედა ეკლესიისათვის. ჩვენთვის შფოთის საგანი დღეს ერთადერთია, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც სურთ ეს ფსევდო ერთობა, თითქოს და მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის თურმე არანაირი განსხვავება უკვე აღარ არსებობს და ყველა ეს დიალოგები, კონფესიათა დიალოგები, რომლებიც შედგა უკვე აი ამ
წლების მანძილზე, შეიძლება ითქვას მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე და გრძელდება 21 საუკუნე, ესე ფიქრობენ ისინი, რომ აი ჩვენ უკვე ამდენი შეხვედრები გვქონდა, ამდენი წელიწადია ამაზე ვფიქრობთ და უკვე ერთი საკითხი გადავწყვიტეთ, თქვათ რაღაც სად არის ევქარისტიული ურთიერთობები, როგორი უნდა იყოს, იერარქიული ურთიერთობები, კრებებისადმი დამოკიდებულებები და ესე ფიქრობენ ისინი, რომ ამ სხვადასხვა პირველობის საკითხი მაგალითად ეკლესიაში და ასე შემდეგ და ფიქრობენ რომ ეს საკითხები თავის აი ამ ესე იგი შეკრებებზე თითქოს და გადაწყვეტეს მაგრამ ეს ასე არ არის ყველაფერს ჭირდება როგორც გითხარით კრებსითი დადასტურება და ეს კრებსითი დადასტურება ვერ ხორციელდება ადამიანების ძალისხმევით არამედ სულიწმინდის მიერ ამიტომაც ის კრებები იქნება თუ ცალკეული მაღალი იერარქების ესეთი მსოფლიო კრებებზე ზემოთ პრეტენზიის წარმოჩინება, ხომ? რა თქმა უნდა, იმთავითვე არის განწირული და ჩვენ ამაში ვხედავთ ღვთის განგებას. საფრთხე მხოლოდ ერთია, რომ ამ ხალხს შეუძლიათ ეს პროვოცირება, შეუძლიათ გააკეთონ ისეთი იმიტაცია, რომ აი უკვე რაღაცა ერთობა მოხდა და არც ის არის გამორიცხული, რომ რაღაცნაირი გარკვეული ლოცვითი ესე იგი ურთიერთობები შედგეს ცალკეულ იერარქებს შორის. და რა თქმა უნდა, ეს უკვე ექვემდებარება ძიმეცოდვას, იმიტომ რომ თუნდაც მე-10 ან 55 კანონის თანახმად მოციქულთა კანონებისა, ვიცით რომ აკრძალულია სხვა კონფესიებთან ურთიერთობა, ლოცვითი ურთიერთობა იგულისხმება, თუნდაც ეს იყოს არა მარტო ეკლესიაში, არამედ სახლშიც კი. აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე მოციქულთა კანონებს ეფუძნება დანარჩენი მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ერთ მნიშვნელოვნად ადასტურებენ აი ამ ჭეშმარიტებას, რომ არავითარი ლოცვითი კავშირი მათთან არ შეიძლება და ყოველნაირად გამორიცხულია. ეს იყო ჩვენი დღევანდელი სათქმელი, რომ არ უნდა შეგვეშინდეს და რაღაცა შფოთის საგანი ეს, რა თქმა უნდა, ამ კუთხით არ უნდა იყოს, რომ არიქა და რაღაცა გაერთიანების მცდელობა ხო არ არის, ეს ვერ შედგება. ფაქტია, ერთადერთი რისი საფრთხეც არსებობს, ეს არის, რომ ჩვენ შეგვეძლო თურმე კანონების მიხედვით აგვეცილებინა ეს ურთიერთობა, ანუ დამთხევა აი ამ პასექისა, როგორც ბრძანა ცელენგიდისმა და ეს კანონებით ყოფილა გამყარებული, ანუ როცა ემთხვევა თქვათ იუდეველებთან ან სხვასთან ეს პასექი, მაშინ უნდა გადაიტანოს თვითონ მართლმადიდებელ ეკლესიამ, ცოტა მოგვიანებით უნდა გადაეტანა. ნუ რადგან ეს არ მოხდა და ვერ მოხდა, ჩვენ ამაშიც ახლა დიდ პრობლემას ზოგადად საქართველოს სამოციქულო ეკლესია, რა თქმა უნდა, ვერ ხედავს, მაგრამ მთლიანობაში ეკლესიისთვის შესაძლოა რაღაც საფრთხის მომტანი იყოს. თუნდაც აი ეს დამოკიდებულება, ეს აჟიოტაჟი, რომელიც იქნა აგორებული, ხომ, ეკუმენისტი და მოდერნისტების მხრიდან, თითქოს და არიქა და აი ეს მოგცემს საშუალებას, რომ აი ამ საფუძველზე, პირველი მსოფლიო კრების საფუძველზე რაღაცნაირად მოახდინოთ გაერთიანება. ეს გაერთიანება წამდადანო ვერ შედგება, არასდროს არ მოხდება, უნდა ვიყოთ ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მშვიდად, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვიყოთ ყოველთვის ეკლესიის სწავლების სადარაჯოზე, რომ არ მივცეთ ჩვენს მტრებს, ესე ვთქვათ, იმ ფონზე, რომ თითქოს და ჩვენ მოდუნებულები ვარ და უკვე არაფრის ეს საკითხები თითქოს და არ გვაინტერესებდეს და ასე შემდეგ, მათ გააქტიურონ თავისი ეკუმენისტური მოძრაობები და თქვან, რომ უკვე ყველაფერი მზათა იმისათვის, რომ მოხდეს აი ამ რელიგიათა შორისი ეს დიდი ავაზაკური გაერთიანება. ეს რა თქმა უნდა ღვთის განგებით ვერ მოხდება და ამიტომ ჩვენს ამისთვის მადლობთ, რა თქმა უნდა, უფალს, მაგრამ ამავე დროს ყველას მოუწოდებთ ჩვენს მართლმორწმუნე ქრისტიანებს, რომ ვიყოთ ყოველთვის ფრთხილად, იმიტომ რომ აი ამ მიძინებულ სიტუაციას ყოველთვის სათავისოდ იყენებს ჩვენი მტერი და ჩვენ ამისი უფლება, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არ გვაქვს. მერთმა დაგულოცოს და შეგვიწყალოს. ამინ.